მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა გველოდება უბრალოდ 16 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, აირჩიეთ სასურველი, რომელიც მოგიზიდავთ და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს 16 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, რა ელოდება მეორე ვარიანტს. კი ბატონო, ორ ვარიანტიანი გვექნება დღეს გაშლა და პირველი ვარიანტი მეგობრებო გვეყოლება ასეთი ქვა, ხოლო მეორე ვარიანტი გვეყოლება ასეთი ქვა. აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მეტად გეძახით, რომელიც მეტად გიზიდავთ, მგონი ორივე ჩანს კარგად, მშვენიერი. და მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ როგორც ეს ვიდეო, ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი გვერდი, ვისაც არ გაქვთ მოწონებული და ნახოთ აბა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში პირველი ვარიანტი. და პირველი ვარიანტი თქვენთან აქ ამოვიდა სიგნიფიკატორად არკანი პენტაკლების რვიანი და ეს არის არკანი, სადაც ადამიანი მუშაობს და ცხადია, ეს შეიძლება ასახავდეს როგორც მუშაობას საკუთარ თავზე, ასევე ზოგადად სამსახურეობრივ რაღაც ასპექტებს, ხო? ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება ცხადია, მაგრამ შეხედეთ, პენტაკლების რვიანი ყოველთვის არის პირველ რიგში ძალიან ნაყოფიერი მუშაობა და ასევე სამუშაო პროცესით ტკბობა. ანუ მეგობრებო, პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში გელოდებათ საკმაოდ ბეჯითი, დინჯი მუშაობა, სამუშაო პროცესები, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ვიღაცისთვის ეს არის სამსახური ბანალურად, ხო, ვიღაცისთვის ეს იქნება მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ მიზნებზე, რაღაც ახალი შესწავლა, მაგრამ რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი შრომა და რა თქმა უნდა იქნება სასიამოვნო პროცესი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 16 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით. არკანის შეყვარებულები, არკანის სამსჯავრო, ორი უფროსი არკანი გვყავს და თასების 5-იანი, ხმლების 7-იანი და პენტაკლების მეფე. ნუ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება, ან შესაძლოა უკვე დაიწყო თქვენს რეალობაში. გულისხმობ საკმაოდ საბედისწერო პროცესებს. ბევრი თქვენგანისთვის რეზონირდება როგორც ცვლილება სამსახურისა ან ადგილმდებარეობისა, მაგრამ უმეტესობასთან აქ ხედავ უფრო მეტად შინაგან პროცესებს. ანუ ნახეთ, აქ თქვენში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეების გაანალიზება, რაზედაც ადრე არ დაფიქრებულ ხართ, ან ყოველ შემთხვევაში სერიოზულად არ დაფიქრებულ ხართ და აქ აუცილებლად იქნება ძალიან სიღრმისეული ანალიზი თქვენი ემოციებისა, თქვენი ემოციური ფონისა და შეხედეთ, ბოლო არკანი აქ ამოვიდა პენტაკლების მეფე. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. ფინანსების კუთხით ესეთი კვირა თქვენთვის იქნება ძალიან ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო, მაგრამ მეგობრებო, ხმლების 7-იანი. კარგად დაფიქრდით და კარგად გაანალიზეთ, ვისთან რა სახის ინფორმაციებს გასცემთ საკუთარი გეგმების, საკუთარი სურვილების შესახებ. იმიტომ რომ აქ დიდი შანსია იყოს გარკვეული ენერგეტიკული ქურდობა და ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში ნამდვილად არ გირჩევდით თქვენი რაღაც სუსტი მხარეების დემონსტრაციას ადამიანებისთვის, მაგალითად იმის გაზიარებას, რომ აი ასე და ასე ვარ, ცუდად ვარ. რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ იმას, რომ საკუთარ თავში უნდა ჩაიკეტოთ, უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ არ არის საჭირო ყველას ენდოთ. იმიტომ რომ დიდი შანსია კონკრეტულმა ადამიანმა აქ თქვენი ნეგატიური მდგომარეობით ან თქვენი შესუსტებული მდგომარეობით ცუდად ისარგებლოს, ხო? ასევე აქ ძალიან დიდი შანსია თქვენს რეალობაში გამოჩნდეს
კონკრეტული ადამიანი თქვენი წარსულიდან, ყოფილი მეგობარი, ამხანაგი, ყოფილი კოლეგა, ყოფილი შეყვარებული ვიღაცისთვის, ცხადია. და შეხედეთ, ეს ადამიანი გამოჩნდება იმისათვის, რომ თქვენგან მიიღოს რაღაც კონკრეტული რესურსები, კონკრეტული ენერგიები. ასე ვთქვათ, მოგაჭამოთ კონკრეტული ენერგია. ეს შეიძლება მოხდეს ეგოს თვალსაზრისით, მაგალითად ადამიანი მოვიდეს იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ თქვენ მისით აღფრთოვანებული ხართ, გიждდებით და ასე შემდეგ, манипуляციების მიზნით მოვიდეს, ან პირდაპირ გაგებით რაღაც კონკრეტული ინფორმაცია მოიპაროს თქვენგან. ამიტომაც ამ კუთხით ფრთხილად იყავით, კარგად დააკვირდით, ვის უშვებთ თქვენ სივრცეში, გავიმეორებ, მაგრამ სხვა დანარჩენის კუთხით აქ მე ვხედავ სიტუაციას, სადაც თქვენ მეტად მკვეთრად სწავლობთ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს, სადაც სწავლობთ უფრო ჭიდროდ, უფრო სწორად და უფრო ნაყოფიერად საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, საკუთარ სულთანაც კი ურთიერთობას, სიყვარულს და ფინანსების კუთხით იქნება ძალიან საინტერესო და პოზიტიური პერიოდი. უღრმესი მადლობა პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში? ხმლების ცხრიანი ამოვიდა აქ. მენტალურად შესაძლოა ნამდვილად არ გრძნობდეთ თავს კარგად, შესაძლოა იყოს ძალიან ბევრი შფოთვები, უძილობა, სხვათა შორის ზურგის და წელის ტკივილი, გოგონებო, ვინც მიყურებთ, კარგად გაუფრთხილდით თქვენ ზურგს, წელს და მოდით პირდაპირ ვიქნები სასქესო ორგანოებსაც. მესმის რომ ახლა ზაფხულია, მაგრამ სიცივის კუთხით ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ შესაძლოა რაღაც მავნებელი იყოს აქ, განსაკუთრებით ღამით. ეცადეთ არ გაგიცივდეთ კონკრეტულად ეს ზონები. კარგი, დავამატოთ არკანები და ნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს 16 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით. არკანი კვერთხების ტუზი, პენტაკლების 10-იანი, კვერთხების მეფე და პენტაკლების 9-იანი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სიგნიფიკატორი ხმლების 9-იანი არც ისე პოზიტიური იყო და ამეტყველებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა აქ იყოს რაღაც კოშმარები, რაღაც დაძაბულობა, შფოთვები და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ საბოლოო ჯამში კვირა იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან პოზიტიური და რა გქრით. პირველ რიგში ამოვიდა კვერთხების ტუზი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ თუ თქვენ ახლო წარსულში ან დიდი ხნის განმავლობაში გქონდათ შფოთვები, ნერვიულობა, რაღაც დაძაბული პერიოდი, დაძაბული მენტალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, კვირის დასაწყისში ეს გაგრძელდება რაღაც კონკრეტულ მომენტამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ შეძლებთ, რომ ამ მდგომარეობიდან აუცილებლად გამოხვიდეთ, თქვენ დაამარცხებთ თქვენს რაღაც შფოთვებს, რაღაც შიშებს, რაღაც ნეგატიურ მენტალურ მდგომარეობებს და ასევე ძალიან დიდი შანსია მოგეცეთ ახალი შანსები, ახალი პერსპექტივები სამსახურის კუთხით და კარიერული კუთხით. ეს შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ კონკრეტული ფინანსური გვერდში დგომა, საჩუქარი, დაჯილდოვება, ასევე უშუალოდ შანსი იმისა, რომ განვითარდეთ ფინანსურად. ანუ შანსი იმისა, რომ კარიერულად წინ წახვიდეთ, ახალ საფეხურზე წახვიდეთ, ხო? და თითქოს აქ მოდის გვერდში დგომა კონკრეტული ან მამაკაცისგან, ან მასკულინური ენერგიის მქონე ადამიანებისგან, იმიტომ რომ კვერთხების მეფე ამოვიდა აქ და ეს შეიძლება იყოს როგორც ოჯახის წევრი, ასევე უფროსი, ან ვიღაც ისეთი ცოტა ავტორიტეტის მქონე მამაკაცი. და პენტაკლების 10-იანი და პენტაკლების 9-იანი მეტყველებს სრულ ფინანსურ ჰარმონიაზე, ფინანსურ კარიერულ ზრდაზე და იმაზე, რომ ოჯახის კუთხით აქ იქნება ყველაფერი ძალიან ნაყოფიერად და ბარაქიანად. ბარაქა იქნება ძალიან ბევრი თქვენს რეალობაში. განსაკუთრებით თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის საკითხი ოჯახთან და ოჯახის ბარაქასთან დაკავშირებით, დამიჯერეთ აქ როგორც მინიმუმ დაიწყებს მოგვარებას კონკრეტული ფინანსურ მატერიალური პრობლემები. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ, ნაყოფიერ კვირას და